მოგესალმებით, დღევანდელი ჩემი გადაცემის მიზეზი არის და გახლავთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი დღეს ეს 1 საათი რო არ ყოფილიყო, მე არ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს 1 საათი და ამ 1 საათის მანძილზე ჩვენთან მობრძანა და მამა დავით თავაძე გვყავს, მამა ივანე მჭედლიშვილი და ბატონი ლაშა საპატიო სტუმარი ბასილაშვილი და მამა გიორგი შემოგვიერთდება კიდე აუცილებლად გზაში არის უბრალოდ და ფიზიკურად რაღაც გადატვირთული აქაურობა და დღეს გვინდოდა გვესაუბრა უწმინდესი და უნეტარესზე თქვენ იცით რომ მისი დღე არის დღეს ჩვენთვის და ჩვენთვის მართლმადიდებლების რამდენად მნიშვნელოვანი არის და სულიად საქართველოსათვის თუ ამასთან დაკავშირებით რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის უწმინდესი და უნეტარესი მამები ისაუბრებენ მამები დაგულოცეთ თუ შეიძლება დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის მაყურებელი ჩვენ და ყველა მართლმადიდებელი დიახ დიდი მადლობა მამაო თუ შეგიძლიათ რომ რაღაც აღნიშნოთ იმიტომ ჩემთვის იმდენად რაღაცა სათუთია რომ თქვენ თუ დაიწყეთ ამ თემას აი რაღაცა შინაურად ესე თუ ვისაუბრეთ უწმინდესზე იმიტომ რომ რა ვიცი ჩვენთვის ვიცი რომ ყველაფერია და თქვენ ყველას პირადად გააქვთ შეხება მასთან და თუ შეგიძლიათ რომ რამე თქვათ მის შესახებ უმნიშვნელოვანესი დღეა რა თქმა უნდა 38 წელი არის სულ 30 წლის ვარ და ბევრი რამეა რა თქმა უნდა რომ 38 წელი ადამიანი საქართველოს თავისი მხრებზე ატარებს და დღე და ღამს შრომობს პირადად შევსწრებულად ყველა ჩვენგვანი ამ ყველაფერს რომ როდის ძინავს მის უწმინდესობას ძალიან ისეთი თემაა რომ სულ დილით 6 საათზე უკვე გამოსულია ღამე 11-12 პირველ საათზეც კი რომ ნახოთ რაღაცას აკეთებს ვიღაცაზე ზრუნავს ამ სცენარეებს სულის და მადლობა უნდა შევწიროთ ყოველდღიურად და ყოველწუთს ღმერთს რომ ასეთი პატრიარქი მოგვივლინა და ასეთი პატრიარქის თანამედროვეები ვართ და გვახარეს თითოეული წუთი და წამი მის გვერდზე რასაც ჩვენ ვაკეთებთ ცოტათი მაინც თუ მხარში უდგავართ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულია დიახ ძალიან დიდი მადლობა მამა დავითთან გადავალ შემდეგი კითხვი თუ შეიძლება რომ ესე რაღაცა მინდა გკითხოთ რომ რაღაცა ძალიან აი საქართველოს თითქოს იძინებდა და ეს ადამიანი მოუვლინა ღმერთმა ეხა ეს ხო ისე არ ხდება ხო ეს არის ღვთისგან ამხელა საჩუქარი ესე გამოვხიზდით ესე გამოცოცხლით და რა ვიცი ჩემთვის თითოეული დღე რო გადავხედავ რომ რაღაცა ხანდახან არის ხოლმე რომ უნდა მოიწყინოს ადამიანმა ხო ყოველთვის სიკეთე და კაი არ იქნება ხო ადამიანი ვინაიდან რაღაცნაირად სულ რაღაც უკმაყოფილოა რაღაცა ხო გადავხედავ ხოლმე და მე მახსენდება რომ ჩვენი პატრიარქია და უკვე ჩუნდები და მოწყენის საშუალებას არ მაძლევს და რომ მახსენდება ეს ადამიანი და ამდენი ადამიანისთვის არის ესე და უფრო მეტად კიდე და თუ შეიძლება მამა დავით აი რასთან გვაქვს საქმე უბრალოდ მე არ ვიცი ეს ადამიანი ჩემს ვერც საუბრო ბოდიშკი ხდით რა აი თუ შეიძლება რომ თქვა და თქვენი საუბროთ ამასთან დაკავშირებით მართალი ბრძანდებით გიორგი მართლაც გადმომედო შენგან ეს საოცარი განწყობა რომელიც არა მარტო შენ არამედ თითოეულ ქართველს აქვს დღეს მართლაც ამ ეპოქალური პიროვნების მობრძანება საქართველოში დაბადება რა თქმა უნდა ღვთის უდიდესი წყალობა ჩვენ ვიცით ქართველი ერის ისტორია რომელსაც გაუჭირდებოდა ქართველ ერს როცა შენ სწორად იხმარე სიტყვა მიიძინებდა თუ შეიძლება ითქვას და რა თქმა უნდა სულიერი მიძინებაა პირველ რიგში გამოსაყოფი ამ დროს არ იგვიანებდა უფლის წყალობა და ყოველთვის მოვლენდა უფალი ქართველ კაცს იმ ადამიანს რომლის მაგალითზე უნდა გაძლიყვნენ თაობები რა თქმა უნდა ჩვენ იმაში რომ პატრიარქი არის ჩვენი არის მსხვერპლი და წინამძღოლი უფლის განსაკუთრებულ სიკეთეს, განსაკუთრებულ მადლს ვხედავთ, განსაკუთრებულ სიყვარულს ვხედავთ უფლისას ჩვენს ერზე და ჩვენს სამშობლოზე რომ მართლაც ამ საოცარი სიდუხჭირის პერიოდში და ყოფნა არ ყოფნის ჟამს მოგვივლინა ისეთი პიროვნება რომელმაც მართლაც გამოატარა თუ შეიძლება ითქვას ქართველი ერი უამრავ ქარტეხილს ბეწვის ხიდზე ატარა და მართლაც მისი დამსახურება ზუსტად მისი სიბრძნის გონიერების სითბოს და სიყვარულის დამსახურება ის რომ საქართველოში დღეს ჩვენი სარწმუნოება ასეთ მაღალ დონეზეა და ქართველ ერს აქვს შანსი და ყოველთვის ჰქონდა იმის შანსი რომ მართლაც 21 საუკუნეში წარს დგეს უფლის წინაშე და მთელი კაცობრიობის წინაშე შეურყვნელი მართლმადიდებლობით იმ გურწყველი მართლმადიდებლობით რაც გვიქადაგეს ჩვენმა წინაპრებმა ჩვენ ვიცით რომ ილია პირველი პატრიარქი მე-4 საუკუნეში ყავდა საქართველოს და ილია მეორე 21 საუკუნეში და ეს ჯაჭვი არ გაწყვეტილა და ეს ღვთის სიტყვა რომელიც იქადაგებოდა მუდმივად საქართველოში და ის განწყობა
სულიერი ქართველი ერისა, რომ ჩვენ არ გარდავდრეგილ ვართ მას შემდეგ, რაც გვიცნობი ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, ამის გარანტი არის ჩვენთვის პატრიარქი, მისი სიყვარული, მისი დაუცხრომელი შრომა, ლოცვა, ვედრება ჩვენი სამშობლოსათვის და იმ თითოეული ქართველისათვის, რომელიც დღეს დაჩოქილია ვედრება უფალს და მადლობას უძღვნის იმისათვის, რომ ჩვენი პატრიარქი არის ჯანმრთელი და მას კვლავაც შეუძლია კიდევ და კიდევ და ღმერთმა შეაძლებილოს დიდი ხანი ჩვენი ერის სულიერი წინამძღლობა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და ამას ქართველი ერის სახელით და თითოეული ქართველი მორწმუნე ადამიანის სახელით შეიძლება განვაცხადოთ. გაიხარ ძალიან დიდი მადლობა მამაო და ჩემს რა ვიცი მოხარული ვარ იმისათვის რომ მე ხლა ვისაც გადავხედე მამაო მთელ საქართველოში ვისი იმედიც მაქვს გამაჩნია ხო ჩემთვის ეს ხარ ჯერ თქვენ სასულიერო პირები რა თქმა უნდა ჩემ უწმინდესთან ერთად და ვინც კი აი გამაჩნია იმედად აი ოღონდ მართლა მოვ ამას ღვთის წინაშე ყველაფერი მასთან ასოცირდება ვინც კი შემიყვარდა ვინც კი ჩემია ვინც კი რა ვიცი ვისი იმედიც კი მაქვს აი არ არის შანსი რომ იმ ჯაჭვს გაცდეს რასაც ქვია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და რა ბედნიერებაა ის რომ ესეთი ადამიანი ყავს და ყავს რა ვიცი მამაო თქვენ რა სიტყვით და რას დაამატებთ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ქადაგების დროს ერთმა ეპისკოპოსმა აღნიშნა რაღაც სიმბოლური კავშირი ნახა სახარებაში განრღვეულის განკურნება ხდება რომელიც 38 წელი იტანჯება და ეს 38 წელი მართლაც ჩვენი უწმინდესი 38 წელია მისი ლოცვა და თავად ჩვენი უწმინდესი მალამოთედება ჩვენს ქვეყანას. გახსოვთ ალბათ როგორ თავის ხრევზე იტვირთა, როდესაც ერისთლიანი აღსარება ჩააბარა თვითონ და თელი ერის ცოდვები. ეს უკვე ყოველი აღდგომის მარხვის დასაწყისში ხდება ხოლმე, როგორ გამოდის და სახალხო აღსარებით როგორ მიმართავს თავის სამწოს, თავის ერს პირველ რიგში თვითონ ამბობს თავის აღსარებას და ამით ჩვენც მოგვიწოდებს რომ სწორი აღსარებლები ვიყოთ და მონანულები ვიყოთ რაც თავარია იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ამბობდა შენ ცოდვას მაგრამ სინანული არ გაგაჩნდეს და აღიარებასთან ერთად სინანული აუცილებელია და ეს 38 წელი ზუსტად ამას მოანდომა ჩვენმა უწმინდესმა რომ ადამიანებში გაიღვიძოს ამ ცოცხალ მარწმენამ და იყოს ყველა ადამიანი ისეთი ქრისტიანი როგორც უფალს უნდა ანუ ყველა ადამიანად ცდილობდეს იყოს ისეთი ქრისტიანი როგორც უფალს უნდა და არა მე როგორც მინდა ისეთი ქრისტიანი ვიყო მე როგორიც მინდა თუ ისეთი ქრისტიანი ვიქნები ძალიან ცუდი ქრისტიანი ვიქნები მაგრამ რო ვიცი უფალს როგორი უნდი ვარ ყოველთვის ჩემი მიზანი უნდა იყოს ეს რომ ამას ცდილობდე და თუ მე ეს როდესმე ჩემს აზრად მაინც გამივლია ამაში უდიდესი წვლილი სწორედ უწმინდესის პიროვნებას მიუძღვის და მან მიგვიყვანა მე პირადად მისმა სიყვარულმა მიყვანა ღმერთთან და ამისთვისაც მადლობა უფალს რა თქმა უნდა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო და როგორ შეავსო ესეთი სილამაზით ეს ტაძარი, როცა თვითონ რომ მობძანა და არავინ არ იყო ამ ტაძარში და რა კიდე უამრავი სასულიერო პირი და ძალიან დიდ მადლობას მოახსენებ ღმერთს მინდა მადლობა უთხრა ესეთი ადამიანის ეპოქაში რა ვიცი რა უნდა გამიჭირდეს რომ დავიწუწუნო იმაზე რომ სიტყვაზე ეს ადამიანი რო არსებობს უკვე ჩვენ ალბათ მეტიც ღირს რა უნდა მოხდეს საერთოდ არ ვიცი ჩემ ცხოვრებაში ისეთი რომ რა ვიცი მიღის ყველაფერი რა თუ შეიძლება მამაო თქვენს თუ იტყვით იმიტომ რომ ეს ადამიანი რაღაცა უწმინდესი ყველას წდება რაღაცა აი ღმერთივით აი ღმერთის თვისება ის რომ ყველას წდები ყველასთვის იცლი ყველაზე დარდობ აი ეს მომენტი აი მომენტი როგორ მიაღწია საინტერესოა ძალიან პატრიარქმა მოახერხა თითოეული ქართველის გულთან მისვლა და თითოეული ქართველის გულში დამკვიდრება აქ მხედველობაში მაქვს ნებისმიერი წოდების ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელი ეს მე ჩვენ იმ ადამიანებზე დაყრდნობით ვამბობთ ამას რომლებიც არიან ჩვეულებრივი უბრალო პიროვნებები რომელსაც ვერ ხედავს საზოგადოება ისინი მუშაობენ ზოგი მეეზოვია ზოგი მაღაზიაში მუშაობს ზოგი ტაქსის მძღოლია და ყველანი იმდენად სიყვარულით გამოხატავენ ერთხმად პატრიარქისადმი საოცარ სიყვარულს და საერთოდობას რომ აი მიხვდები მაშინ გაგახსენდება ყოველ შემთხვევაში ის გამოთქმა რომ ხალხი ბრძენია და ქართველი ხალხი ზოგადად ბრძენია და ის არავის არ მიაგებს სიყვარულს თუ ის ამას არ იმსახურებს და პატრიარქმა მოახერხა ზუსტად ეს რომ თითოეული ადამიანის გულთან მივიდა რა დამკვიდრებულის კი არის ზოგადად საქართველოში ამ განსაკუთრებით უბრალო ადამიანებში გამოთქმა ჩემი პატრიარქი პატრიარქმა მოახერხა ეს რომ ის არის სახალხო
განსაკუთრებით სახალხო პატრიარქი და თითოეული ადამიანის გულთან მიდის იმედია ის თითოეული ადამიანისა და მის ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს და უდიდესი მადლი აქვს ჩვენ ამას ყოველ ფეხის ნაბიჯი ხვდებით ჩვეულებრივი ადამიანების მონათხრობიდან გიორგი ეს შეიძლება არავინ არ იცის ეს შეიძლება არცად არ წერია მაგრამ ჩვენ იმ ადამიანებს ვიცნობთ და ხვდებით აი მოულოდნელად სრულიად უცნობ ადამიანს რომელიც მოდის და გეუბნება რომ იცი რა მამაო მე მაგალითად როდესაც შვილი არ მყავდა მაშინ მოვახერხეთ რამენერად პატრიარქთან მივედი და თავი დავალოცნე და შვილი გვეყოლა. ჩემი შვილი მაგალითად დავრდომილი იყო და ვერ დადიოდა და როცა ამაცინათ პატრიარქმა რაღაცა დიდი ღონისძიება წამოიწყო, რაც მომლოცველობას უკავშირდებოდა. მაშინ იმ სიხარული და სიყვარულით ანთებულმა ჩემმა შვილმა მოიწადინა რა მონაწილეობის მიღება ამ ღონისძიებაშიო. მხოლოდ ამ სურვილმა გამოაკეთა ეს ადამიანი და ფეხზე დააყენა. მე ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობის ღვთის წინაშე. რომ ასეთი უამრავი შემთხვევაა ჩვენს გარშემო ირგვლივ არსებობენ ცოცხალი ადამიანები, ცოცხალი პიროვნებები, რომლებიც უდიდესი მადლიერებით არიან გამსჭვალული პატრიარქის მიმართ, მისი იმედი, მისი ლოცვის იმედი, მისი სიყვარულის იმედი და მისი თანადგომის იმედი, რა თქმა უნდა, თითოეულ ქართველს აქვს. იმიტომ რომ ამას თავად პატრიარქის მოქმედებაში, მის სიტყვებში, მის სახცილში ხედავს ქართველი კაცი და ხედავს აგრეთვე იმაში, რომ აი უწმინდესი და უნეტარესი იმიტომ არის ახლოს თითოეულ ქართველთან რომ მან ერთხელ ასეთი სიტყვა წარმოსთქვა ჩვენ ყველას გვახსოვს რომ როცა სამების მშენებლობა დასრულდა რომ სამება არისო ქართველი ერის ავტოპორტრეტიო და თვითონ პატრიარქიც შეიძლება ითქვას რომ ქართველი კაცის ავტოპორტრეტია ღირსეული ქართველი კაცის იმიტომ რომ ეს არის ბრძენი, გონიერი, უკან დაუხეველი, ვაჟკაცი, სულიერი და ყველანაირად ამაღლებული, თავმდაბალი ამავე დროს საოცარი სიყვარულის მქონე ადამიანი და რატომაც არა ჩვენ ამას ვამბობთ იმ ადამიანების სიყვარულზე და აღდნობით რომლებმაც ჩვენ აი რომელთა სათქმელი მინდა რომ გადმოგცეთ ჩვენ დღეს ლოცვაზე ვიყავით ჩვენ დღეს ჩვეულებრივი ადამიანები ვნახეთ და ყველანი ამას ამბობენ მთელი გულით და მთელი სასუებით ამაში არაფერი არ არის სიყალბე ეს არის ნამდვილი ყველაფერი რასაც ვამბობ და ეს მოდის ქართველი კაცის გულიდან და ქართველი კაცის გული მაშინ ვეცნობს იმ ადამიანის გულს, ვინც არის შეწირული ქართველ ერზე და ვისაც ნამდვილი სიყვარული უყვარს ქართველი, როგორც ახარებაში გვიწერია მამა იონე დამეთანხმება, რომ წყემსის ხმას ცხოვარი ხმაზე ცნობს და იცის ცხოვარმა თუ ვინ არის ეს წყემსი და ვინ არ არის ნამდვილში და ვინ არის შეუფერებელი მისთვის. ქართველმა კაცმა დიდი ხანია იცნო პატრიარქში მისი სულიერი წყემსი და ამიტომაც ასე თავდაუზოგავად, თავდახრილი, უდრტვინველად მიყვება მას და ეს გზამე დარწმუნებულება რომ ქართველებს მიიყვანს სულიერი გადარჩენისკენ. ძალიან დიდი მადლობა მამა ამისათვის და ესეთი ლამაზი სიტყვებისათვის მამებო და თუ შეიძლება მამა რომ ერთი არის ისა რო ქვია ისეთი რომ გაუშვათ ერთი კლიპი არის უწმინდესზე და შემდეგ ეს სიმღერა ძალიან შეეფერება თან უწმინდეს თვითონ სიტყვებით და თუ გაუშვებთ ამ კლიპს და თან მამა გიორგი შემოგვიერთდება. რა თქმა უნდა. დიზია მომებით მოწ. აი თუ თოვლიაგარე თეთრი ფანტელი ჩემს პანჯარასთან ცრემლივით დადანა Aravici ase Arado menaterevi Momtxurdi uzobotalbat Musheno Mzehar Mzehopsu Sicoțcăleț are minda ușeno Mzeops ușeno Sicoțcăleț are minda ușeno Nesvarudova Shemkhamana hamagovari Rom qoveloborots Sigetit vzliet
სიყვარ ხარზე უშენო თბაზე ოფსუშენო სიცოცხლეც არ მინდა უშენო უშენო თბაზე ოფსუშენო სიცოცხლეც არ მინდა უშენო აი ესეთი სიტყვებით რა ვიცი და მამა გიორგი შემოგვიერთდა კიდე ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა მობრძანებისათვის ის ორმესი მადლობა და გადატვირთული იყო და ვიცი და მაგიტომ თუ შეიძლება მამა თქვენ რა სიტყვით წმინდეს შესახებ რაღაც ისე მინდა რომ ცოტახანი მამა იონე თუ გაიხსენებთ რამეს ისე მახსენდება ხოლმე ახლა ის არა ქალბატონმა ეთერი მაშინ აი ძალიან ბევრი სიკეთე რო აქვს უწმინდეს გაკეთებული ქალბატონი ეთერი რო ცუდად იყო ეს იმიტომ დაუწერა მასაც რომ იქამდეც უმღეროდა ხოლმე და რამდენ ესეთ ადამიანს უგიდა ხოლმე უწმინდესი და როგორ პირადად პატრონობდა მამაო თუ გაიხსენებთ ფაქტიც უწმინდესმა ერთ საღამოს ლოცვაზე რომ მოიწადინა და სახში წავიდა მასთან დიახ სახში რომ ძალიან საოცარი ფაქტი იყო მახსოვს მეც ის საღამო და უდიდესი სიყვარული გააჩნდათ ერთმანეთის მიმართაც პირადადაც ბევრჯერ შევსწრები ვართ ამას საოცარი სიტყვოთი იუმორით ყველაფერი იყო მათ ურთიერთობაში და ეს ძალიან სასიხარულო იყო როცა ასეთ ადამიანებს ასე უყვართ პატრიარქი ბატონი რეზო ჩხეიძეც მასთანაც ქონდა ურთიერთობა როგორი მოწიწება ქონდა უწმინდეს როგორი სიყვარული და როგორი მორჩილებაც პატრიარქი რასაც ეთყოდა თუ როგორც დაარიგებდა ის იყო მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნათქვამი და ამის შესრულებას ცდილობდნენ ყოველთვის და როგორი სულიერი მეგობრობა ქონდათ მათ ერთმანეთთან დღევანდელ დღეს კიდევ ბატონ გურამ დაჩენაშვილს დავასახელებ როგორი მოწიწება აქვს მისი უწმინდესობის როგორი ეხლაც წიგნი ბოლო წიგნი რაც გამოსცა მატყოფილზე ხო ადამიანები ბრძანებს ბატონი გურამ ბრძანებს რომ ეს იყო უწმინდესის კურთხევის შესრულება როდესაც ახალგაზრდებს მოუწოდა რომ სახარება ეკითხათ და ზუსტად მთლიანი შინაარსი ამ წიგნის არის სახარებიდან აღებული და ამ წიგნს ვინც აიკითხავს სახარებას შეეხება თავიდან ბოლომდე ბრმატყოფილის ისტორიაზეა და ამაშიც უდიდეს 1200 გვერდიანი წიგნი დაწერა ადამიანმა და ამბობს რომ ეს უწმინდესის მორჩილებით გააკეთა, როდესაც უწმინდესმა ბრძანა რომ სახარება იკითხონ ადამიანებმა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა და ამხელა ბუმბერაზ ადამიანებს რომ ასეთი მორჩილება აქვს უწმინდესის ეს უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ძალიან სასიხარულო თავისთავად. ძალიან დიდი მადლობა. კურიოზის სახით გავიხსენებ ქალბატონი ეთერი რახანს ახსენეთ. უწმინდესი ხშირად ხოლმე მატერიალურად ისე ეხმარებოდა ხოლმე და ხა ურეკავს რომ ისე ხა გიორგისო და თან უწმინდესი ხა ძალიან მაღალი ღირსეული ისინი აქვს და არ ეუნება ხო ფინანსურ რაღაცა და ეუნება რომ ხა გიორგის ხილს გამოვატან და მოგიტანს. ნუ გამატანათ ეს ფინანსურად დაეხმარა თანხა. მივედი ეთერი მეუნება ხილი სად არისო და მე ვთქვი ერთ ვამტკიცე ხო ეთქვი ხა დაგალაპარაკეთ. ეს რაღაც ეს აი ისეთი ის ქონდა რა აი ხო შეიძლება და ეთქვა რაღაცა, მაგრამ აი ადამიანს არ იმას იზამდა რა ის სულ ბოლოს ავად იყო რაღაცნაირად უნდა რომ ყურადღება მიექცია და ეხა გიორგის ხილს გამოვატან და მოგიტანს და მივდივარ კონვერტი მიმოქვს და ასეთ შეეთხება არის რომ ხილი სად არის თხოვენ და ხილი უბრალოდ უთხრა სიმბოლურად ესეთი ის და რა ვიცი ძალიან არაჩვეულებრივი რა ვიცი ყურადღება იცის და იმდენად ყურადღებიანი არის რომ რა ვიცი ყველას ყოფნის და მადლობა ღმერთო ჩემზე დიდხანს აცოცხლა ეხლა ვიკთხოვდი რომ რა ვიცი მე სულ შევედრებული მაქვს ჩემი თავი მას და ის სანამ კარგად იქნება ჩვენც კარგად ვიქნებით ზუსტად ვიცი და მამა გიორგი თუ ვილოცა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს 38 წელს მისი წყემსთავრობისა და მე ალბათ ჩვენ სამიდან ერთი გამოვირჩევი იმით რომ
ზუსტად იმდენი ხანი ვცხოვრობ, რამდენი ხანიც უწმინდესი ჩვენი პატრიარქია 77 წელს დავიბადე და უწმინდესი რაც დავიბადე სულ ჩვენი პატრიარქია, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ვიცოცხლოს მისი თავი. აი უწმინდესი რაღაც ყველას გვაგონებს ალბათ იმ ძველი აღთქმისეულ იმ მამებს, იმ რჩეულ ადამიანებს, რომელსაც უფალი უგზავნიდა ხოლმე თავის რჩეულ ერს წინასწარმეტყველის სახით, მეფის სახით ასეთი რჩეული ადამიანია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი და აი როგორც მამა ივანე ბრძანა რომ უნდა დაუჯეროთ მის სიტყვას, იმიტომ რომ ღმერთი მისი პირით გვამცნევს მის ნებას, ასე ვთქვათ, ჩვენს ერს და ჩვენთაგანს და ხშირად ხდება ისე რომ სამწუხაროა რომ ჩვენ არ უჯერებთ მას და აი ყოველი მისი ქადაგება, ყოველი მისი ეპისტოლე გაჯერებულია ხოლმე რაღაც პრობლემებით, დღევანდელი პრობლემებით, რაც ჩვენ გვახასიათებს ჩვენს ერს და რატომღაც ზოგი ცდილობს რომ ყველაფერში მოუძებნოს ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს რაღაც ნეგატიური თვალით შეხედოს ამ ყველაფერს და უწმინდესის სიტყვა კიდევ ერთხელ გამეორდები, ეს არის ღვთის სიტყვა, ანუ ღვთის სიტყვა უწმინდესის პირით მოდის ჩვენამდე და ღმერთმა ქნას რომ ყოველმა ჩვენთაგანმა დაუჯეროთ და მიუყვეთ. მადლობა მამო, თუმცა ძალიან ბევრი რაც არ უნდა ეძებონ ერთ ვერაფერს ვერ იპოვიან და ყველაზე ძალიან ის ადამიანები მეცოდებიან ხა დღეს უწმინდესმა ქადაგებაშიც განაცხადა რომ ამდენი ხანია ვარო და ჩემ თავსო კიდე ვიძიებ. ანუ წარმოგიდგენთ რამდენად უბრალო და თავმდაბალია და უცად ვიღაცა 18 წლის ადამიანი გამოდის, რომელიც ჯერ არ დაბადებულა და წიგნიც რა თქმა უნდა არ აქვს აკითხული უწმინდეს ვინც კრიტიკას ეძებს ხო უწმინდესში და ვინც აკრიტიკებს ხო და გამოდის და მას გონია რომ ყველაფერი იცის თავისი და ეხა უწმინდესთვის მოიცალეს რომ ეხა უწმინდეს კიდე შენიშვნები უნდა მისცენ. ეს უბრალოდ მათ გულში ჩაიხედონ და რა ვიცი, მათ მშობლებს ჩახედონ თუ არ შერცხვებათ. რა ვიცი. ძალიან რთული არის ესეთი სიტუაცია, ეს ისე უწმინდესი სიმდაბლეზე მიანიშნებს, რომ ესეთი ადამიანებს შეუძლიათ რომ ილაპარაკონ უწმინდესზე, რა ვიცი. ეს ისე ჩვენი ეკლესიის უბრალოებისგან გამომდინარეა. დიახ. ჩემი აზრია, არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ადამიანებს უწმინდესთან კი არ აქვს კონფლიქტი. საკუთარ მშობლებთან აქვს კონფლიქტი და მერე გადადის უწმინდესთან. მე არ მჯერა ადამიანს უყვარდეს მამა და არ უყვარდეს უწმინდესი. ეს უფრო შიგნით უნდა ეძებოდა ამ ადამიანებმა თავიანთ ოჯახში და ვერ დამაჯერებს ვერავინ რომ ადამიანი ოჯახში იყოს რაღაცა ოჯახური სიწმინდე, სიმტკიცე, მამაშვილობა, დედაშვილობა და ამ დროს ერთი ოჯახი არ მოიძებნება საქართველოში, ერთ ადამიანს რომ მაინც არ უყვარდეს უწმინდეს, ანუ უმეტესობას უყვარს და შეიძლება ერთი იმიტომ რომ განსხვავებული იყოს, ცდილობს რომ რაღაცით ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ღრმად წავს რომ ეს ადამიანებიც მოbrunდებიან და ამის ცოცხალი მაგალითი პავლე მოციქულია, რომელიც ქრისტიანების სადევნელად და მოსაკლავად მიდიოდა და უდიდეს მოციქულად შეიქმნა და ღმერთმა ქნას ამ ადამიანებსაც ესე შეენანებებს. უწმინდეს მათთვის კარგი უნდა, მათი ცხონება უნდა პირველ რიგში და არც ერთი ადამიანის ჯოჯოხეთში წასვლა, არც არავის არ უნდა მით უმეტეს უწმინდეს და ამაზე ყველა ადამიანზე ლოცულობს და ის ადამიანებს უყვარს და როდესაც ესეთი ადამიანები გამოჩნდებიან ხოლმე ტელევიზიით და უცებ უდიდესი ნეგატიური დამოკიდებულება მათ მიმართ ხო? ეს ადამიანი თუ შეინენებს, უცებ ერთელი ქვეყანა გულში ჩაიხუტებს ასეთ ადამიანს. რაღაც ეს გჭირს თელერს, რომ უცებ შეგვიძლია ადამიანი ჩავიხუტოთ და უცებ შეგვიძლია რაღაცნაირად გავრიყოთ კიდეც და მე ღრმად წამს, რომ ეს ადამიანები დაფიქრდებიან ამ ყველაფერზე და დაუბრუნდებიან მის სამსწოს და ჩვენი უწმინდესი მათი მამამთავარიც იქნება. არის უბრალოდ მათ უნდა აღიარონ არის. დიახ, მადლობა, რა ვიცი. მე უბრალოდ ურჩევდი იმას, რომ შეიძლება არავინ არ უყვარდეთ, მაგრამ ის მაინც შეიცოდე, რაც მათ გამო მე მათმაშ თავმავლობა თავდახრილებმა უნდა იაროს და უბრალოდ უხერხული არის, იმიტომ რომ რაღაცა მე მაგალითად შემწხვება ჩემი წინაპარი, რომ სიტყვაზე ესეთ პატრიარქს, რომ სიტყვაზე არ ყვარო. იცით რა, კიდევ ერთი რომ ანუ ადამიანის ლანძღოდ კი არ უნდა მიიქცია ყურადღება. შენი ლაპარაკე, შენი სიმართლე და თუ შენი სიმართლე, მართლა სიმართლეა, შენ გამოყვება ხალხი და არა ის რომ ვიღაცა ლანძღო. ეს არის ძალიან
ისეთი დაბალი დონის დამოკიდებულება ადამიანის მიერ თუ გალანძღავ ვიღაცა შენ ტაშ დაგიკოს. არა, შენი ლაპარაკე. სიმართლე, ჭეშმარიტება. თუნდაც ათეისტი იყოს, ხო? თუ დაამტკიცებს, რომ ის ათეისტია, რაც ძალიან გაუჭირდება კი რა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მას გაყვება ხალხი. მაგრამ რო ვერ ამტკიცებს, ამიტომ იწყებს ლანძღვას, ხვების რომ ამით მაინც მიიქციოს ყურადღება და ეს არის მათი გამოხატვას, ხო, არაფერი. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლია ხომ. მინდა გითხრა, მამა გიორგი გადაგახსენა და ხაზი გაუსვა იმას, რომ პატრიარქი თავის გამონათქვამებში და ეპისტოლეებში აფრქვევს ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით იმ საოცარ სიბრძნეს და სიყვარულს და საოცარ სიბრძნეს, რომელიც თითოეული ქართველის დასამოძღვრად არის საუკეთესო საშუალება. და განსაკუთრებით თუ დავაგვირდებით ჩვენ მის ბოლოდროინდელ გამონათქვამებს, ქადაგებებს, ეპისტოლეებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჩვენი უწმინდესი ადამიანის უპირველეს ნიჭს, რაც არის თავისუფლება. და ღვთის ხატებარითიც გამოვლინდა ყოველგვარ სკოლის ადამიანში, როგორ მოახერხოს ადამიანმა, რომ მიაღწიოს თავისი ცხოვრებით, ნამდვილად გათავისუფლდეს და იყოს ჭეშმარიტ და თავისუფალი. და მეორე, რასაც აქცევს ჩვენი უწმინდესი განსაკუთრებულ ყურადღებას არის ის, რომ აი რაზეც მამა იოანე ვილაპარაკა, რომ პატრიარქი იმდენად მიმტევებელია, რის ყველას მაინც მიუტევებს. თუ ვინმე მოახერხებს და მივა მასთან, როგორც უძღების შვილი და როგორც მამასთან. აი, მისი სიტყვები მინდა გავიხსენო. თუნდაც ამ მიტევებასთან დაკავშირებით ძალიან თბილი და ძალიან საინტერესო სიტყვები აქვს, რომელიც მსგავსი არ მინახავს არავისთან არსად. აი, ეს ამბობს, რომ თუ ჩვენ ვართ ვინმეს წინაშე დამნაშავე, უნდა მივიდეთ და პატიება ვთხოვოთ. ხოლო თუ სხვამ გვიმტრო ჩვენ და აღარ აქვს იმისი სულიერი ძალა, რომ მოვიდეს და პატიება გთხოვოს, მაშინ ისევ ჩვენ უნდა მივიდეთ მასთანო. აი, ასეთი საოცარი გულიდან წამოსული და სიყვარულიდან წამოსული სიტყვებია, რომელიც რა თქმა უნდა წყარო, სული წმინდაა და წყარო წმინდა წერილია და იკვებება მართლა წმინდა წერილით. ეს აზროვნება, რომელიც ჩანს მის სიტყვებში. და მეორე, რაზე ვისაუბრე თავიდან, რომელიც თავისუფლების ხარისხი, რომელიც ჩვენ რატომღაც დავკარგეთ დღეს და ჩვენი მთავარი დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ მივაღწიოთ ჭეშმარიტ თავისუფლებას და აქ იგულისხმება ზოგადად ქართველი ერი და თითოეული ჩვენთაგანი. ჩვენი უწმინდესი ამის შესახებ ამბობს ძალიან საინტერესო სიტყვებს, რომ ქართველი ერი თავისუფლებაზე ოცნებობს. მაგრამ არ არის რა არის თავისუფლება. თავისუფლების გზაზე წინსვლისათვის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ნებებისაგან უნდა გამთავისუფლდეთ. ჩვენი თავი უნდა დავძლიოთ. შეგახსენებთ, რომ ბიბლიაში გადმოცემული ისრაელის ისტორია არის ის, რომ როგორც კი ებრაელთა ერი ცოდვას ჩაიდინდა, უფალი ერს მონობაში აგდებდა. საქართველოს, რომელსაც უკანასკნელ ჟამს ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა დაევალა, უფალი მით უმეტეს არაპატიებს ურწმუნოებას, შურს, გაუთანლობას და ღვაწლს. ამით თითქოს კი არა მართლაც ჩვენი უწმინდესი დღეს თითოეულ ჩვენთაგანს მოგვიწოდებს, რომ ეს ორი უმთავრესი დანიშნულება და ჯაჭვი, რაც არის ზოგადად ადამიანის სულიერი იდენტობისათვის აუცილებელი თავისუფლების მოპოვება და იმის ძალის პოვნა საკუთარ თავში სხვებს მიუტევოს. აი, ამის შესახებ გვესაუბრება განსაკუთრებით პატრიარქი. ამ დროს, როცა კვლავაც ქართველი ერი დაუსრულებად ოცნებობს ამ თავისუფლებისათვის და ვერ მიგვიღწევია ჩვენ ჭეშმარიტ თავისუფლებას, ბოლოს და ბოლოს უნდა დაუგდოთ ხური ჩვენს უწმინდეს და პატრიარქს, რომ ეს ჩვენი მისია, ჩვენი ნაოცნებარი, ჩვენი იმედი ამდენი ხნის განმავლობაში, რომ მივდივართ თითქოს და ვერ მივედით ამ ბოლო წერილში, იქნებ მოახერხოს ეს ქართველმა ერმა, რომ პატრიარქს დაუგდოს ხური, მისი სწავლების მიხედვით იხმწყალელოს, რომ მართლაც დადგეს ჩვენთვის ქართველი ერისათვის თითოეული ჩვენთაგანსათვის ის ნანატრი ჟამი და წუთი, როცა ქართველი კაცი იტყვის, რომ მე ჭეშმარიტ და თავისუფალი ვარ და ქართველი ერი მართლაც ამოისუნთქებს და გათავისუფლდება ჭეშმარიტად. ხოლო რაც შეეხება იმას, რასაც თქვი, რომ მიტევება, პატრიარქი პირველ რიგში გამოირჩევა ამ საოცარი გზნობით, რასაც ქვია მიტევება, ის თავისი სიტყვით და საქმით ყველაფრით ავლენს მას თავისი ცხოვრებით და მართლაც თითოეულ ჩვენთაგანს მოგვიწოდებს დღევანდელ დღეს, რომ აი ყველაზე მთავარი, რითიც ჩვენ გავართ უფალს, რითიც ჩვენ უნდა გავდეთ უფალს, აი როგორც ამბობს მაგალითად პავლე მოციქული, მობაძავ ჩემ და იქმნით, რომ ვითარცა მე ქრისტესაო, პირველ რიგში ქართველი კაცი იმით განსხვავდება
პირუტყვისაგან, ზოგადად ადამიანი ქრისტიანი, რომ მან უნდა აღზარდოს რამდენადაც საკუთარ თავში სხვებისადმი პატივისცემა და მიტევება და სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, აღარ თქვა, აღარც ვიცი რა. უღრმეს მადლობას მოგახსენეთ. თავით თან მამა გული რატო ხარო ჩემიც და აი პატარა ბავშვებიდან დაწყებული ხარ ლაშასტი ქაროსანი არის პატრიარქის და დედა ქეთევანი და ნამთავრებული დედაოს აი მინდა რომ ეს ორი ის გამეერთიანებინა მინდოდა დედაოს ლექსი დაუწერა პატრიარქს და ძალიან ბევრი ადამიანი რა ვიცი ამდენი ლექსი მე მგონი არავის არ დაწერილა არსა და არასდროს და ჩემი ბრალია რომ გვიან მივეცი ეხლა მივეცი ლექსი და წაიკითხავს აუცილებლად დედა ქეთევანი ცხეთის დედათა მონასტრის იღუმენია კოპალიანი რომელიც ავიცი არაჩვეულებრივი მეგობარია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის და ბევრი აქვს ბევრი რამ აქვს ერთად გადატანილი და გამოვლილი და ავიცი ბედნიერება და სიხარული მინდა უსურვო ორივეს მათ ერთად და თუ წაიკითხავ იმიტომ რომ უწმინდეს მოსწონს ეს როგორც იცი დიახ ქართული ენა სამშობლოს სხვა კავკასიონი ცის კამარადე საქართველოა იბერია ნიკოპსიიდან დარუბანდამდე ქართული ენა უფლის ენა დაბადება და სახარება ათიმცნება და ნეტარება გოლგოთაა და ამაღლება ქართული ენა ქართლის გულია ზენა არისა კურთხეულია ნატიფია და კეთილთქმულია იასპიე და ია გუნდია ქართული ენა სიყვარულია აღსარება და სინანულია ქრისტეს შობისას ხარულია ალილოა და ალილოია ქართული ენა ქართლოსულია ეროვნებისა სული გულია ერის ფესვებში ჩაყვართულია მშობლიური და საამურია ქართული ენა საგანძურია ოქროპირია მოციქულია ბერისალოსის სიტყვა თქმულია ღმერთი არისო სიყვარულია ქართული ენა ფარნავაზია ანბანია და წყაროს თავია ემბაზია და უსურვაზია ანგელოზნია ზეცის ძალნია ქართული ენა სიბნის კარია აი ია აია ჯილია და ხატაურია შვლის ნუკრის დანაკადულია ქართული ენა საღვთომადლია უფლის კვართია მეფის ბაღია წმინდა ნინოის ვაზის ჯვარია მაყლოვანია ტალავარია ქართული ენა ცის ლაჟვარდია აისია და შარავანდია ავე ევა და ავე მარია შოშანია და იავარდია ქართული ენა დედოზარია სალმუნტკნარია ნიავქარია მთის ჩანჩქერივი ჩმაგი მარდია გერგეტია და დარიალია ქართული ენა გორგასალია პატარა კალხის გორდახმალია წმინდა გიორგის სალოცავია ნიკორწმინდა და მრავალძალია ქართული ენა მზისადარია თამარქალია ქვეყნის თვალია მეფეთ მეფისა იადგარია ვარძია და ოპიზარია ქართული ენა ქართლის ვარდია შირაზმტანჯული დედოფალია გმირთვარამია გულის დარდია დიდგორია და ბასიანია ქართული ენა ბერთუბანი ძველი თბილისის ქუჩაბანია ხეკორძულა ალაზანია დიდოსტატია ფიროსმანია ქართული ენა ქართლის დედა ყოველთა წმინდისა ქება ქართლის ჭირი და ქართლის ხენა შვიდფეროვანი ცისარტყელა ქართული ენა დედა ენა რიტყვის კონა ანბან ქება რედაშია და აზარფეშა ანტანუჯი და ტაბახმელა ქართული ენა გუთნის დედა ქართლის მიწა ქართლის ზეცა აღმაშენებლის ეპიტაფია სამართალია ძეგლის წერა ქართული ენა წეს გაგნება სიმდაბლეა და მორჩილება ასაბია და ქორწინება ბერობა და ქალწულობა ქართული ენა ივერონია საღმთო ცეცხლია საფლავის ქვა არაგვია და იორდანეა გეთისმანია ათონის მთა ქართული ენა იავნანა მესხეთი და ოშკიბანა ოდოშია და პურისყანა უსანა და სულთათანა ქართული ენა მაჭახელა ახალი ცოდნეს დაბადება ერთგულებაა ჭირთად მენა მამულისათვის თავდადება ქართული ენა ქართლის გენია უზენაესი ფერომანია ზოთაძელია კვართისფერია სვეტი ცხოველი ალა ვერდია ქართული ენა ქართლის ხვედრია უწმინდესია ხევსი ბერია პოროფია და მეფის კვერთხია ოქროვანია ოქროს ვერდია ქართული ენა
ქართლის მთებია, ციხე კოშკები და ტაძრებია, ტყეში ხევნები, ჭალაკებია, ჭიუხები და ქარაფებია. ქართული ენა ქართლის ფიქრია, ღვთისმშენიერი რად შემკობილია, რუსთაველია, ვაჟაილია, იდუმალი და მარადისია. ქართული ენა ქართლის ჰიმნია, სოფლიო ხმათა მარგალიტია, ოროველაა და ურმულია, წინწილია და გუდასტვირია. ქართული ენა გურჯისტანია, რაზეთია და აფხაზეთია, სვანებია და მეგრელებია, იბერებია ყველა ერთია. ქართული ენა მურის ციხეა, ლეჩხუმია და დედულეთია, ხვამლის მთა და ლაწუნდარა, ამერია და იმერეთია. ქართული ენა ებანიაო, დემეტრე შენ ხარ ვენახიაო, მოძახილია იაუაო, ოდელადელა ოდელიაო. ქართული ენა ქართლის წყაროა, მზიანი ღამე პაატასვალე, რა ტკბილია და რა საამოა შენი ჭირიმე შენგენ აცვალე. ქართული ენა საქართველოა, უცხობааში რა სიამე, გახსოვდესო ვისი გორის ხარ ნუ გაშინებს ჟამთა სიავე. ქართული ენა თვით ლაზარეა, მიძინებული სამარეშია, ყველად აღდგების ლიერებითა ოდეს მოვაცო ქრისტეს მესია. ქართული ენა სამშობლოს ხმა კავკასიონით ცისკამარადი, საქართველოა იბერია ნიკობს იდგან დარუბანდავდი. ძალიან დიდი მადლობა ლაშა შენ გენაცვალე უღრმესი მადლობა შენ ხარ ჩემი ოქრო და ჩემი ყველაფერი ძალიან დიდი მადლობა ჩემი პატარა ლაშა ეს აი რავი ჩემი იმედი ხარ შენ ხარ ოქრო კაცი და ხაზზე არის ზარი შემოუშვა თუ შეიძლება მამაო რა ვიცი ვიღაცა რეკავს გისმენთ საღამომშვიდობის ბატონებო საღამომშვიდობის გამარჯობათ ბატონო გიორგი მე გიორგი კორპოტაშვილი გახლავარ და მინდა რომ ჩავდოთ გადაცემაში და ტრიბუნა მჭირდებოდა აუცილებლად რომ ამ გადაცემას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს მამაოს ოცაკურთხევა მინდა აღვიქვი ეხა ის სამივე მოძღვარი დაგლოცავთ შვიდობა მამებო და მინდა ერთი რამაც ვთქვა რომ დღევანდელ დღეს საქართველო თუ რამედეც გას ეს არის ჩვენი დედა ეკლესია და მისი საკითხობელი ჩვენ უწმენდას და უწმინდეს და უნეტარი მე რა ყოფილა რამოდენიმეჯერ და ბევრჯერაც ყოფილა შემთხვევაში მისი ადამიანურობიდან გამომდინარე მისი სიტყვას ნაცნობი ჩახუტებული ძალიან ბევრჯერ ვარ მაგ ადამიანს და ჩემთვის ეხლა რომ თლათ ძალიან მაღალი რანგის ქრისტიანისთვისაც ჩვეულებრივ მოგწავრისთვისაც ეს ადამიანური უფრო მეტი მხიბლავს მასში და თავის ღმერთმა მაგით თავი ჯანმრთელად და კარგად იმყოფოს იმიტომაც და ამიტომაც იმიტომ რომ თავისი ყოფით და თავისი არსებობით ეს ადამიანი აი ძალიან ბევრ ამით ქმნით გარშემო მარტო შემხედვარი ამ ადამიანზე შეგვიძლია თქვა რომ ჩვენ ვითხოვთ ისეთ ადამიანთა რომელიც მომავალში ალბათ როგორ იქნება შერაცხული ღმერთმა ქნას ისე როგორც წესია და რიგია და ალბათ ისეთ მოხდება მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მაქვს მე მოვეწევი მამა გაბრიელთან ურთიერთობას და აუც მე ხედავ რომ რამოდენიმე ადამიანი ხავს დანახი ერთი რო უყვარს ესე არ მინახია მე განარჩენები და ესე შევეყაროთ მე ღმერთი მოყვარს ერთიც ჩვენს თუნდაც და შვიდობა მინდა უთხრას უყოლას და უსურო პატრიას ჯანმრთელობა და მზეგრძელობა დიდი მადლობა გენაცვალე შენ მე ვიცი როგორი ერთგული ხარ ჩვენ დედა ეკლესიის და მადლობა დიდი და რა ვიცი მისი უწმინდესობა რა ვიცი ყველასათვის არის და რა ვიცი მამო თუ იტყვით მამებო რამეს აი რა ვიცი მე ვერ საუბრო პირველად ხდება რომ მე ვერ საუბრო ესეთი მომენტია თუ იტყვით მამა დავით აი მამა გიორგი რა ვიცი ბატონო გიორგი ერთი რამე მინდა ხალხისანა უბრალოდ მე გადმიერება არ მაქვს იმდენი ღვთის წინაშე რომ აი ჩვენი სეთაობას მივეკუთვნებით რომ პატრიარქთან მისი თანამედროვე მე არა ვართ იმ გაგებით რომ არის უამრავი სასულიერო პირი რომელსაც შეუძლია რომ უშუალოდ მასთან ურთიერთობით დამტკბარი იყო და აქედან გამომდინარე მოგონებები ბევრი აკავშირებთ მათთან მაგრამ ჩვენ ვინც აი სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდით მე არ დამოვიწყდება ის დღეები როცა პატრიარქი მოდიოდა მობრძანდებოდა ჩვენთან დილითვე
ატარებდა პირველ ლექციას და ფაქტობრივად ყველაფერზე გვესაუბრებოდა, განსაკუთრებით რა თქმა უნდა სიყვარულზე და ყველაზე გასაოცარი ის იყო, რაც ყველას გვაბედნიერებდა, რომ ის თითოეულ ჩვენთაგანში ხედავდა პიროვნებას და განსაკუთრებული პატივისცემა გრძნობდა თითოეულ ჩვენთაგანი პატრიარქისგან, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ის სახეზე ცნობდა და თითოეულ ჩვენთაგანს პიროვნება პირველ რიგში აინტერესებდა ჩვენი პიროვნება და უდიდესი პატივისცემა მოდიოდა აქედან გამომდინარე მისგან და მთელი ცხოვრების განმავლობაში გავყვება ჩვენ ეს, რომ აი ამ ხელა პატივისცემა და ამ ხელა პიროვნული დამოკიდებულება იყო თითოეული ჩვენთაგანისადმი. და ის დღეები და ის წუთები და ის საათები, რომელსაც ჩვენ ის გვესაუბრებოდა, იყო პირველ რიგში უდიდესი ტოლერანტობით, უდიდესი თავისუფლებისაგან მოწოდებით და სიყვარულით ქადაგება იყო ამ სიყვარულისა. და ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ ჩვენ პატრიარქს უთქვამს, ხშირად უთქვამს, რომ მისი მთავარი დანიშნულება, აი როგორც თავად ამბობ, ჩემი მთავარი დანიშნულება იყო ისო, რომ როგორმე გამაერთიანებინა ქართველიერი და მიმეყვანა იგი ღმერთთან. ეს იყო მართლაც მისი დანიშნულება, ეს დაისახა ჩვენ აუწმინდესმა მიზნად. რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ ამაში, რომ ის ამ საქმეს მიიყვანს ბოლომდე, მისი უდიდესი რწმენა ამაზე მეტყველებს. ის თავად ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო არის ძალიან ბევრი უარყოფითი რამ, ძალიან ბევრი დაცემა ქართველი კაცისა, თითქოს ჩვენ წინ არის, ამით ქართველი ერის არაკეთილი მოსურნეები ამბობენ, რომ იცი რა, ჩვენ საშველი არა გვაქვს, ჩვენ ვერ გადავრჩებით, ჩვენ ასეთები ვართ, ესეთები ვართ. და აი პატრიარქი ყველას გასაგონად ამბობს შემდეგ სიტყვებს, რომ როცა ქართველი კაცი კარგავს რწმენას და ეცემა, ზოგიერთს გონია, რომ ყოველივე დამთავრდა და ქართველი კაცი ვეღარასოდეს ვეღარ ადგებაო და ვეღარ მივა უფალთანო. მაგრამ ამ დროს მტრის გულის გასახეთქად, ამ დროს თვითონ უფალი მოდის ჩვენთან და თვითონ უფალი აგვადგენს. აი პატრიარქის ეს სიტყვები არის უდიდესი იმედი და უდიდესი სასოება ქართველი ერისა. და დღეს შემოკრებილი სამწყსო და სულიერი შვილები ჩვენი უწმინდეების, რომელიც აგრირიგად მომრავლებულია მადლობა ღმერთს და მადლობა უფალს ამისათვის საქართველოს ყველა კუთხეში და საქართველოს ყველა კუთხე თავიანსი განუმეორებელი მრავალფეროვნებით საოცარ სიყვარულს მიაგებენ უწმინდეს ეს სწორედ იმის დამსახურება არის, რომ უდრტვინველად, გეგმაზომიერად ნაბიჯ-ნაბიჯ ქართველი ერის გაერთიანებისაგან მიყავს პატრიარქს და სულიერი ერთიანობისაგან, თავისუფლებისაგან და იმის უეჭველი რწმენისაგან, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ქართველი ერი მაინც მივა უფალთან, უფალი მაინც მოვა ჩვენთან, ამისათვის აუცილებელი არის ჩვენი ის სიყვარული დავინახოთ, რა სიყვარულსაც პატრიარქი ყველას მიმართავს. ზეგან ჩვენ მქონდა საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც ვერ ხედავენ პატრიარქში სამწუხაროდ ამ სიყვარულს. ეს არის საოცარი გონების დაბნელება. ისინი ვერ ხედავენ იმას, რომ ქართველი ერი არის შეყვარებული მაზეთ. აი წარმოიდგინეთ, შეყვარებული ხარ ვინმეზე და მოდის ვიღაცა და შენ შეყვარებულს გილანძღავს. ამით შენ შეურაცხყოფას გაყენებს ამით, ხო? და ისინი ვერ ხვდებიან ამას, რომ ამით მთლიანად ქართველ ერს აყენებენ შეურაცხყოფას და მე როდესაც იღებენ, ასე ვთქვათ, ახ მე გულისხმობ იმ ადამიანებს კი არა, რომლებიც აი 24 საათი სოციალურ ქსელებში სხედან და იქ ცხოვრობენ და ამით ატარებენ დროს და იქ ამ ვირტუალურ სამყაროთი იკვებებიან. მე გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც 6 საათზე დგებიან დილით და დაგვილ დასუფთავებელ ეზოებს გვახვედრებენ. იმ ადამიანებს გულისხმობ, რომლებიც ულიან, ხეებს ულიან, აი რაღაც ისეთ საქმეს აკეთებენ, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი. ჯარში არიან, აი ხართ-ვერ ხარს ემსახურებიან და ყველგან ისეთ საქმეს აკეთებენ, რომლებიც არ ჩანს სამდილის. ესენი უბრალო ადამიანები და ამ ადამიანებმა დაინახეს ის, რაც ვერ დაინახეს, თქვათ, ზოგიერთმა, ვითომ ნაკითხმა და ვითომ განათლებულმა ადამიანმა. მაგრამ ჩვენ ვიცით სახარებიდან ამის სიტყვები, რომ უბრალო ხედავს მამაუდიან. რა თქმა უნდა, რომ ის რამდენჯერ ყოფილა ჩვენ ვიცით წმინდა წერიდან ესეთი ის რამდენჯერ ყოფილა, როდესაც მაგალითად აი გონებით ჩვენი საღვთო ჭეშმარიტებას უფრო იტევენ, ვიდრე მაგათ ესეთი ადამიანები, რომლებიც არიან ფარისევლები და წიგნობრები. ძალიან დიდი მადლობა 3 წუთი დაშე თუ რამის დაამატები ძალიან სამწუხაროდ გაგვექცა დროისი რაღაცა სწრაფად და თუ შეიძლება მამა გიორგი თქვენ ცეც ვიტყოდი იმას რომ არ არსებობს ალბათ საქართველოში ერთი ადამიანი რომელსაც განსაკუთრებული ისტორია არ აკავშირებდეს უწმინდეს და უნეტარესთან და ყველას გონია რომ ეს ისტორია
არის ერთადერთი და განუმეორებელი მასთან დაკავშირებული და ესეც ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ როგორც მამა დავით მავზანა ვიცით ბევრი გაკა. დიახ და როგორც მამა დავით მავზანა რომ მთელი ერი შეყვარებულია ჩვენს უწმინდესი და უნეტარეზე და ღმერთმა კიდევ ერთხელ ამეორდები რომ დიდხანს ვიმყოფოს მისი თავი და მისი ლოცვა კურთხევა არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა მამო, არ ვიცი რას დაამატებთ აი უწმინდესი სიტყვები ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი რაც არის ღმერთის სამშობლო ადამიანი იერარქიულად როგორ პირველი ყველა ადამიანისთვის თავისთავად უნდა იყოს ღმერთი და ყველა ადამიანი პირველ რიგში უნდა ცდილობდეს რომ სული გადაირჩინოს სამშობლო და ადამიანის ჩემს ადამიანობაზე წინ უნდა იყოს სამშობლოც და როდესაც ადამიანი ესეთ სიტყვას გიქადაგებს როდესაც ადამიანი ესე აზროვნებს რომ ღმერთის სამშობლო ადამიანი მეტი რა უნდა მოთხოვოს ადამიანმა პატრიარქს რაზე უნდა ისაუბროს ადამიანმა რომ ასეთი დევიზით აცხოვროს ცდილობს რომ აცხოვროს მთელი საქართველო რაც არის ყველაზე სწორი ფორმულა თუ გინდა რომ ადამიანი გადარჩე ღმერთი სამშობლო ადამიანი ხო მარტო ერთი თუ იცხოვრებ ან მარტო ადამიანობით ან მარტო სამშობლოდ ორს კარგად და ყველაზე მნიშვნელოვანს ამიტომ რახან სამია იყოს ყოველთვის და ჩვენს გულებშიც და ყველა ქართველის გულში იყოს ეს სამი და რაღაც ცით უნდა იყოს ჩვენს გულებში ამოტვიფრული ეს სიტყვები და შეგვასრულებინოს უფალმა ეს ღმერთის სამშობლო ადამიანის მთელი შინაარსი რაც არის აი ეს გვაკეთებინოს განსაკუთრებით ამაყივა რომ თქვენ ბრძანდებით ჩემს სტუდიაში და დიდ მადლობას მოგახსენებთ ამისათვის და აი მე ყოველთვის არასოდეს არ ვიწუწუნებ არაფერზე იმიტომ რომ თქვენაირი ხალხი მაჩუქა ისე უწმინდეს ღმერთის მერე რა თქმა უნდა რეალურად აი ოც მართლა ვამბობ ამას არანაირი იმით არ ვამბობ თქვენც რო არ იყოთ მაინც ვიტყვი იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩემთვის სტიმული ამ ქვეყნიური და როგორც უწმინდესი და თქვენს ჩვენთვის დიახ აი დედა აი ჩემ უწმინდესის სიცოცხლეს ვიცავა რომ ჩემთვის ხართ ყველაფერი იმიტომ რომ მისი ხართ და ის ჩემია და თქვენ ჩემი ხართ იმიტომ რა ვიცი ალბათ ესეც შურთ ხოლმე ვინც ცუდად უყურებს ეკლესია იმ ადამიანებს სამწუხაროდ დრო ამოიწურა ჩემს სტუმრებს გემშვიდობებით მამებო ჩემო ლამაზებო და ჩემო კარგებო ბედნიერება და სიხარულს გისურვებ და ავი ჩვენ პატრიარქი ღმერთო ძალიან დიდხანს აცოცხლე და ავი ჩემი სტუმრები გახდნენ მამა იოანე მამა გიორგი და მამა დავით და ბატონი ლაშანო ხა ეს პატარა რო დაინახავს მამა 10 წლის არის და ისო დაინახავს უწმინდეს და უფროსები რო ვერ დაინახავენ სირცხვილია უბრალოდ გემშვიდობებით იქითას სამშაბათს დაგიმუნდებით საღამოს 9:00-ზე კარგად ზანდებოდეთ დროებით მე კი გახდით გიორგი და